ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით გუშინ მორიგი აქცია თბილისი მოლის მიმდებარედ გაიმართა, სადაც ათობით მოქალაქე დააკავეს, მათ შორის არიან პოლიტიკოსებიც. დემონსტრანტებს შორის არიან დაშავებულებიც. აქციების 67 დღე, სად არის კრიზისიდან გამოსავალი მიმდინარე მოვლენებზე, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეფასებები შოთიკო სადაღაშვილმა მოისმინა. ირმა ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ისევ არასტაბილური მდგომარეობა. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ ნათლად გვაჩვენა, რომ არც ოპოზიცია და არც აქციის მონაწილეები არ აპირებენ უკან დახევას და მათი თქმით ისინი მზად არიან მიზნის მისაღწევად ბოლომდე იბრძოლონ. ევროპული საქართველოს ლიდერი შიდა ქართლში ამბობს, რომ ახლა მიზანთან ყველაზე ახლოს არიან და ხელისუფლებისთვის დისკომფორტის შექმნას ისევ გააგრძელებენ. ეთერ ჯალაღანია ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ისინი აქტიურ კომუნიკაციაში არიან საერთაშორისო პარტნიორებთან და ქვეყანა ევროპისკენ მიყავთ. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ოპოზიციის ბოლოდროინდელ ქმედებების შეაფასეს მმართველ გუნდში ქართული ოცნების გორელი წევრი მანუ ჩარლაფაჩი მიიჩნევს, რომ სტრატეგიული ობიექტების გადაკეტვა იქნება თუ ბლოკირება, ამაზე სამართლებრივი პასუხი ყველამ უნდა აგოს, რაც შეეხება ზოგადად ოპოზიციის ქცევას. ოცნების წევრს მიაჩნია, რომ სწორედ უცხოელები არიან ისინი, ვინც ქვეყანაში არეულობას ოპოზიციის ხელით გეგმავენ და ცდილობენ, რომ ამ გზით ჩამოშალონ ქვეყნის სუვერენიტეტი და მთლიანობა. კომენტარები შეგიძლიათ თქვენ ახლა ღია ეთერში მოისმინოთ. ესენი უკვე წასულები არიან, მე ასე ვიტყვი, იმიტომ რომ არც ერთი მოქალაქე მათ არ ცნობთ როგორც ხელისუფლებას. ამიტომ ჩვენ როგორც მე, ჩემი მეგობრები და რიგითი მოქალაქეები ვდგევართ აქციაზე მშვიდობიანად, ასე ვიდგებით და მწამს რომ ბოლო იქნება კეთილი და ისიც მწამს რომ ესენი სულ მალე წავლენ სახლში, ჩატარდება არჩევნები, მოვა კოალიციური მთავრობა და საქართველო წავა იმ გზას, რომელ გზასაც იმსახურებს, ეს არის გზა ევროპისაკენ. პრემიერ-მინისტრი აცხადებს საჯაროდ, გინდა დღიაც სივრცეში ქვეყნის დასანახად, გინდა დახურულ სივრცეში, იქ მდგომი ადამიანები იქნებიან, ხელოვანები იქნებიან, ახალგაზრდები გააკეთე ჯგუფი და ვისაუბრო და გაიგოს ხალხმა რა გინდა. ეს სახელმწიფოა, რომელსაც ვაშენებთ ამდენი წლების განმავლობაში და ადამიანებს სისხლი აქვს, ოფლი აქვს დაღურული, ახლა ვიღაცას ქუჩის გადაკეტვა უნდა, ქვეყნის პარალიზება უნდა, ეს ესე ვერ იქნება. ეს ესე ვერ იქნება ვერც ერთ სახელმწიფოში. დამერწმუნებით თქვენს ყველანი დღევანდელ ტექნოლოგიურ სამყაროში ევროპა იქნება თუ ნებისმიერი სოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა ესეთი რაღაცა სახელმწიფოებში არ ხდება. ამიტომ კონსტიტუციის ფარგლებში, რა თქმა უნდა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში არ არის შეზღუდული. რა არის კრიზისიდან გამოსავალი? ოპოზიციის აზრით ხელახალი არჩევნების სხვა შემთხვევაში ეთერ ჯალაღანია თვლის, რომ არაფერი შეიძლება. საპროტესტო აქციები კი გაგრძელდება. რაც შეეხება ხელისუფლებას, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კრიზისის დაძლევის მთავარ გზად მშვიდობიანი მოლაპარაკებებს მიიჩნევს პროტესტის მონაწილეებთან, თუმცა ხელისუფლების პოზიციაც არის მყარი, არ იქნება ხელახალი არჩევნები. ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მეთაურებთან, ვაჩნობთ იმას თუ როგორი გაყალბებით ჩატარდა არჩევნები და გამოსავალი იქნება ის, რომ ჩვენი მედგარი დგომით მივაღწევთ არჩევნებს. ოპოზიცია ყოველთვის მზად არის მოლაპარაკებებისთვის, მხოლოდ უნდა იცოდების ელაპარაკები და ქართულმა ოცნებამ ბევრჯერ მოდი ასე ვიტყოდი, ბევრჯერ გადაგვაგდო ბოდიშიც ჟარგონის ხმარებაზე და აი ამ სიტყვაზე, ბევრჯერ გადააგდო ქართველი ხალხი, ჩვენ ვიცით გამოსულები რომ უნდა ყოფილიყო პროპორციული არჩევნები, რომ გამოვიდნენ და გვითხრეს, ჩვენ გვითხრეს, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ რუსულ კანონს არ შემოიღებდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი აღმოჩნდა ტყვილი. ამიტომ იმ მთავრობასთან მოლაპარაკება, რომლებიც ყოველთვის გატყუებს, ვერ მოხდება და არც მოხდება. დემოკრატიული ქვეყანა ვართ და ყველა ადამიანს აქვს ნამდვილად გამოხატვის თავისუფლება, შეკრების ასე შემდეგ და სამწუხაროდ დღეს მივედით იქამდე, რომ ხშირად მოქალაქეებს ჩვენი უფლებები გვახსოვს, მაგრამ ეს ჩვენი ვალდებულებები გვავიწყდება, აქედან გამომდინარე აი ეს გაჟღერებული გადაკეტვები და 1000 კიდევ ეს უმსგავსობები, რა თქმა უნდა, ამის საშუალებას ხელისუფლება არ მისცემს, რადგან
იცი ერთი ადამიანი თუ გამოხატავს თავის აზრს, ამით არ უნდა დაზარალდეს მეორე და აქედან გამომდინარე კიდევ უფრო მეტად არ უნდა დაზარალდეს ქვეყანა. ერთადერთი გამოსავალი ისევ და ისევ ვფიქრობ, არის ისევ და ისევ სიმშვიდის შენარჩუნება, სხვა გამოსავალი ამ ქვეყანას არ აქვს, სხვანაირად ეს ქვეყანა ალბათ უფრო უფსკროლისკენ წავა. და ვფიქრობ, რომ ალტერნატივა არ აქვს, თუ ისმეს აქვს რაიმე სრული, რამე პრეტენზია გააჩნია ხელისუფლებასთან, ეს იქნება ცენტრალური ადგილობრივი მოლაპარაკებებს, შეხვედრებს, დისკუსიებს, აი ალტერნატივა არ აქვს. აი ეს ფორმა, რასაც ახლა დღეს თვითონაც ეს ეგრეთ წოდებული ოპოზიცია მიმართავს, ეს მხოლოდ და მხოლოდ უარესობისკენ წაიყვანს ქვეყანას. დედაქალაქში საპროტესტო აქციები ამ წუთებშიც გრძელდება, პროტესტს უერთდებიან შიდა ქართლიდანაც. მე შეგახსენებთ, რომ თბილისის გასასვლელთან ავტომაგისტრალზე აქციაზე საპოლიციო ძალებმა დაკავებები გუშინ საღამოს დაახლოებით 6 საათისთვის დაიწყეს, იყო სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება.